მოგესალმებით ყველას. გამეხარდა რომ აქციის ბოლოს გამომსვლელებში ჩვენი თანამებრძოლი ქალის ხმა გავიგე. პროტესტში ქალების ხმა ძალიან მჭექარედ ისმის ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ქალს ამ პროტესტში, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რის ფასად გვიწევს ჩვენ ამ პროტესტში ყოფნა. თუ რა ძალის ხმების გაწევა გვიწევს, რა ბარიერების და გამოწვევების გადალახვა იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისიდან თითოეულ სინდისის პატიმარსა და პოლიტპატიმარს. ჩვენ მათ ფასს, რაც გასწიეს მათ თავიანთი სიცოცხლის, თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთების ციხეში გატარებით, ვერასოდეს ვერ გადავიხდით და მთელი ცხოვრება მადლიერები ვიქნებით მათ მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, დედებს და მამებს, განსაკუთრებით მათ, რომლებმაც ჩაისვეს რკინის ქალამნები მართლაც და მთელი საქართველო ფეხით შემოიარეს, იმისთვის რომ შებრძოლებოდნენ პროპაგანდას, იმისთვის რომ მათი შვილების ციხიდან გამოგზავნილი წერილები და სათქმელი მიეტანათ საქართველოს მოქალაქეებამდე, იმისთვის რომ პირადად ეთქვათ თითოეული მოქალაქისთვის, რომ მათი შვილები იქ ციხეში არიან იმისთვის, რომ იბრძვიან თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მათი დაუღალავობა, მათი გაუტეხლობა, მათი мотивация ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავჩერდეთ და ჩვენ არ შეგვიძლია რომ დავჩეთ სახლში, მაშინ როდესაც ქარსა და წვიმაში, დარში თუ ავდარში ეს ადამიანები დადიან ქუჩა-ქუჩა, კარ-და-კარ, იმისთვის რომ მიიტანონ თავისუფლების ხმა ციხიდან თითოეულ მოქალაქემდე და ძალა ერთობაშია. სწორედ ძალა ერთობაშია ჩვენი სახელმწიფოს მთავარი დევიზი და აი ეს ძალა ერთობაშია მიგვიყვარს ჩვენ გამარჯვებამდე. გაუმარჯოს ერთიან თავისუფალ საქართველოს. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! მადლობა ყველას ბრძოლისთვის!